Black Opium-ის მოყვარულებო ყურადღებით თქვენთვის მაქვს ამ სუნამოს ბიუჯეტური ალტერნატივა. თუ იკითხოთ ახლა ეს რანაირი ფლაკონიაო, გეტყვით რომ ეს არის საკოლექციო ფლაკონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღე L'Oreal Group-ისგან. ახლა თუ იმას იკითხავთ, L'Oreal Group-ი YSL-თან რა კავშირში არისო? მრავალი წელია YSL Beauty ეკუთვნის L'Oreal Group-ს. აი ამ კავშირში არის და მივიღე განსატესტად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი არომატი არ არის, ამიტომ ძალიან იშვიათად მიმოვიხილავ, მაგრამ ჩემს კოლექციაში არის სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, როგორც დღეს არის და ამის ბიუჯეტურ ალტერნატივას წარმოგიდგენთ. ეს გახლავთ Bruno Banani-ის ახალი სუნამო Radiant Woman-ი, რომელიც 2024-ში გამოვიდა. ერთ-ერთი მსგავსება არ არის, ნამდვილად არც დუბია, არც კლონია. მე მოქვს ასეთი განცდა, რომ შთაგონების წყარო დაღებული არის Black Opium-ი, მისი დაახლოებით 30% არის მსგავსება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, აქ ყავა არ გვაქვს, ბევრად უფრო მეტად ყვავილოვანია, არის ზუსტად ისეთივე ტკბილი, ისეთი დომინანტი, ვანილის არომატი, როგორც Black Opium-ი. და ღირს ძალიან კარგი ფასი. ეს გახლავთ drugstore-ის პროდუქტი, შესაბამისად ძალიან დიდი მოთხოვნები მის მიმართ არ უნდა წავაყენოთ. ჩემი აზრით, ის ამ საფასო კატეგორიაში ძალიან კარგად ართმევს თავს და სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომ გადავწყვიტე რომ მასზე მომეყოლა თქვენთვის.